ფიტნეს კლუბი. შეულებრივად გავხსნა. მთავრობამ არ მიიღო ნაციონალების მომზადებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს სექტემბერში დაბადებულ 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღებას. ამის გამო წელს 20,000-მდე ბავშვი დარჩება სკოლის გარეთ. ძვირფასო მეგობრებო, ხედავთ, სად დაზოგა მთავრობამ 20,000 ბავშვის ნეტბუკი და უფასო წიგნები. სად დაზოგა? როგორ შემოუჭირეს ხამარი ბავშვებს? შემოუჭირეს ბავშვებს ხამარი, ესაა. პრინციპში არცაა გასაკვირი ამ ბავშვებს სკოლის გარეთ რომ ტოვებენ. არც არის გასაკვირი. ეხლა ეგენი ხო მიშას დროს დაბადებული ბავშვები არიან. და მაგიტო ეთქვა. მაგიტო. ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზუსტი თანამდებობა არ ვიცი, მოდით ნახოთ ვიდეო. ძალიან ხშირად არის ხომ ეს ბავშვები მუხლებში უზით და ძალიან ხშირად არის ხომ რომ ვიღაცას თქვა გაეპარება ფისი. ეგრე თელმა მთავრობამ ევროპასთან ურთიერთობაში ფისი არა, მაგრამ უარესიც კი ქენს, მაგრამ კი ხარ მთავრობაში და რა გავაკეთოთ ამ დროს. ვერაფერს ვერ ვიზამ. ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მთავრობა საბავშვო ძალიან საინტერესო. თუ გინდა ისწავლო კითხვა, სექტემბრამდე დაიბადე მაშინ. დაიბადე მაშინ. კი ბატონო. კარგი. აბა მთავრობის ბრალია. არავის ბავშვმა ვერ გათვალა თვითონ. ბავშვმა ვერ გათვალა დაბადება. შემდეგ. და ბოლოს რა თქმა უნდა ვერ ავუარე გვერდი ბათუმს. ბათუმზეა ბოლოს სიმღერა. კარგი. რაღა კათკათას, რაღა თვალწარმტაც, ბათუმს იმენადედა. კარგი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ისეთი იყო ჩემი სტუმარი. მადლობა.